ეხლა გადაცემის ეთერის საყვანის დროს შემხვდა პოსტი ბატონი მამუკა ხაზარაძე ამბობს ასეთ რაღაცას დასავლეთ საქართველოს სოფლები თოვლის ქვეშ არის ჩამარხული ათობით ათასი მოქალაქე მესამე დღეა შველას ითხოვს გვაქვს მსხვერპლი სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს სისტემა პარალიზებული ეს არ არის პასუხისმგებელი ოპოზიციონერის განცხადება მარტივად სულ კითხვას შენ რომ კაც ამას ამბობ და ხარ ოპოზიციონერი და შენ რომ ამას ამბობ თან ამას ტყუილს ამბობ და იმასაც რომ არ ამბობ რომ ეს სტიქია და შენ თუ ოპოზიციონერი ხარ თან ოპოზიციონერი რომელსაც შეძლებული კაცი ხარ ბატონო მამუკა თქვენ ხართ შეძლებული კაცი თქვენ ეხლა რომ მოგცეულიყავით ისე სანამ ამ განცხადებას გააკეთებდით მაგალითი რომ გეჩვენებინათ მუსტანგი რომ დაქოქეთ არჩევნების წინ და მუსტანგით რომ გინდოდათ შემოვლა მთელი საქართველოსი და ხალხის ხმების აღება ეხლა რატომ არ დაქოქეთ თქვენი რომელიმე ჯიპი თქვენ ხო გაქვთ შესაძლებლობა რომ თქვენ დიდი ჯიპები და ოთხმავალი თუ რაღაცა მუხლუხოიანი ტრაქტორებიც კი დაიქირავ და ახვიდეთ იქ ეხლა რატომ არ აკეთებთ ამას და რატომ არ მიდიხარ და თქვენ რატომ არ შეგავთ თქვენი წვლილი იქ რომ დაეხმაროთ იმ ხალხს თქვენ ხო შეძლებული კაცი ხართ თქვენ ხო თან მორწმუნე კაცი ბრძანდებით თქვენ ხო ყოველთვის ამაზე ლაპარაკობთ და ქადაგებთ რომ თქვენ მორწმუნე კაცი ხართ თქვენ ვაჟკაცი ქართველი შეძლებული ხართ თქვენ ბატონო მამუკა თუ ამ განცხადებას რო აკეთებთ აი ამ განცხადებას რო აკეთებთ მანამდე ის გაგეკეთებინათ პირველი მაგალითი გეჩვენებინათ მაშინ რომ მუსტანგი დაქოქეთ და ის მუსტანგი წარმარგოდა ეხლა დაგეკოქათ ბევრი ჯიპი ხომ გყავთ თქვენ პირადად თქვენ ოჯახს თქვენ პარტიას თქვენ მეგობრებს სანათესაოს თქვენ ხო ძალიან შეძლებული ხალხი ხართ თქვენ ხო შეგიძლია ჩემზე მეტი გააკეთოთ და ჩვენ მეგობრებზე მეტი გააკეთოთ წახვიდეთ და იქ გააკეთოთ და დაეხმაროთ იმ ხალხს ჩაუტანოთ საჭმელი გადაუგდოთ ბოლო ან მიაწოდოთ რამენაირად თქვენ ხო შეგიძლიათ თქვენ ცხენებიც ყავთ ბატონო მამუკა ცხენებიც ყავთ თქვენ მე ვიცი ზუსტად ცხენებიც ყავთ ძვირადღირებული ცხენებიც ყავთ და ცხენებითაც შეგეძლოთ ბოლო გაუვალ ადგილებში მისულიყავით და რატო ამას არ აკეთებთ ბატონო მამუკა თუ იქნებ იმიტომ არ აკეთებთ ამას და განცხადებას აკეთებთ რომ ის სახლები რომლებიც ჩამოინგრევა და დაინგრევა ჯერჯერობით თქვენი იპოთეკარები არ არიან რომ მე მარტივად წაართვათ ამას ამიტომ ხო არ აკეთებთ ბატონო მამუკა აი ამ განცხადებას ეს არის მოღალატეობრივი განცხადება ეს ისიც რა არის ეს მომენტია როცა ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ჩვენ კარგად გვახსოვს სტიქია როცა იყო აქ წყალდიდობა რა მოხდა კონკრეტულად თქვენ გეუბნებით ბატონო მამუკა ამას კაცი გეუბნებათ რომელიც თქვენ ბანკში ვალსში ვარ ბინა ჩადებული კაცი გეუბნებით თქვენ რატო არ მიდიხართ და არ აკეთებთ ამას გააკეთეთ მიდით წადით დაქოქეთ ახლა ჯიპები მუსტანგით ხო იარეთ და ის მუსტანგიც გაგიფუჭდათ ამიტომ ბრძანდებით ბატონო მამუკა როგორ გითხრათ და არა კაცი ხართ არა ხარ პასუხისგებლიანი კაცი მე არ ვიცი რამდენად შინაგანად როგორი მომარა ეს ვაშკაცურიც არ არის და რწმენაც და იმ ხათან დგომას და სანთლების ჭერაც რაღაცა ვაშკაცობის რაღაცა მამაკაცობის დედაკაცობის ის არის და დიდი ბოდიშით ამას რო საზოგადოებას ვეუბნები მაგრამ არ შეიძლება ამდენის მოთმენა უკვე თქვენ ხო შეგიძლიათ წადით გააკეთეთ და მადლობას გეტყვით ღმერთი შეგიწირავთ გადაარჩინეთ ის ხალხი ეხლა არ შეუულია სახელმწიფოს და სახელმწიფო არაფერს აკეთებს აი ამიტომ ვამბობ რომ თქვენი ყოფნა არ შეიძლება ოპოზიცია უფრო მეტი პასუხისგებლობით იყოთ ოპოზიციაში და თან მდიდარი ოპოზიციონერი ხარ ბატონო მამუკა ხაზარაძე მდიდარი